ton dapamojebem non prosefe. ჩვენ ოპოზიციას რო უყურებ, ხვდები ხოლმე, რომ ადამიანში რაღაცეები უცვლელია. რომ დამაპატიმრეს, რომ მკითხე, გაგიკეთებია რომ ასეთ, როგორ კაც მე არის ლოფანებად. რა დროს ჭუბია, რა დროს ქალია. მე ვარ ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში თუ დაუჯერებ ChatGPT-ს, რომელსაც ესაა გაკეთებული. ბევრი აქ რაღაც ისეთი ითქვა. რა სურათები, რა ხატები, რა ფერები. ჩემი სამშობლო თუ შეიჭრება სომხეთში ტანკებით არ ვიზამ ყველაფერს. ახილეს მარტო რაოდენობა არ შველის. ბერძნებმა ყველა ომი მოიგეს ოდისევსობით და არა აქილევსობით. თუ ხედავთ წარსულში მათ პროტოტიპებს. მე ქალის გულისთვის არ ვიომებ. ქართველი ქალები ისე გაგუზარდეს ბებიებმა და დედებმა, რომ აი მე გეტყვით რა უკდა. რა მაგარია. მესი ემორჩილებოდა პუიოლს. აქილევსი არ ემორჩილება გამომოსდა. მაგ შეგეწინააღმდეგებით. როგორც კალეიდოსკოპი ესე გადმოგიყრიან გმირებს და შეგიძლია აირჩიო. დიახ, თქვენ გამოიცემთ. ეს არის ჰომეროსის ილიადა. მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე. სანამ წიგნზე საუბარს დავიწყებთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიტოვოთ კომენტარები, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს უფრო ფართოდ გავრცელდეს ჩვენი პოდკასტის და სხვა პოდკასტების ამბავი. და აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ სპონსორს ღვთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე. დიდი მადლობა ასევე საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც ასევე ჩვენი სპონსორია და ამ სპონსორების გარეშე ლიტერატურაზე საუბარი ვერ შედგებოდა, მადლობა მათ. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩემს დღევანდელ სტუმარს, რომელიც მისთვის საყვარელ ტექსტზე სასაუბროდ მოვიდა და ალბათ ვინც ბატონ ლევან ბერძენიშვილს კარგად იცნობს, მიხვდება კიდევაც, რომელია მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტექსტი. დიახ, თქვენ გამოიცემთ. ეს არის ჰომეროსის ილიადა. ჩვენი პოდკასტი ყველანაირად ცდილობს, რომ ლიტერატურული ტექსტი დაუკავშიროს დღევანდელობას და ალბათ ჰომეროსის გენიალობა იმაშიც არის, რომ დღესაც რო ვკითხულობთ, ხვდებით, რომ ომის და პანდემიის ამბები ისევ რჩება კაცობრიობის მთავარ გამოწვევად, არაფერი დიდად არ შეცვლილა. ერთადერთი რაც მიკვირს ხოლმე და ამაზე მინდა თქვენთან ვისაუბროთ, მაინც აი ეს თვისებები აქილევსის თუნდაც რაღაცები, რაზეც ახლა მგონია, რომ აი ვაშკაცი არ უნდა გაბრაზდეს, არ უნდა გაებუტოს თავის თანამოაზრეებს, მაინც მე ჩვენ ოპოზიციას რო უყურებ, ხვდები ხოლმე, რომ ადამიანში რაღაცეები უცვლელია და მათ შორის ბრისხანება. დავიწყოთ იმით, რომ თქვენ რატომ გიყვართ ყოველთვის ამ ტექსტზე საუბარი. იმ მადლობასთან ერთად გეტყვის ამას, რომ თქვენ გამოეცით ახალი თარგმანი ილიადასი, ვისაც ლექსად კითხვის პრობლემა აქვს, შეუძლია პროზა წაიკითხოს განმარტებებით, კომენტარებით, იმიტომ რომ ყველა მკვლევარი გვირჩევს, რომ თავიდანვე არ შევარდეთ ტექსტში კომენტარების მოკლე შინაარსი და გზამკვლევის გარეშე და ესეთი გზამკვლევი საქართველოს ჩვენ საბედნიეროდ გვყავს, ეს არის ბატონი ლევანი. დიდი მადლობა. იცით ეს ტექსტი ჩემთვის ორმაგად საყვარელია, იმიტომ რომ ბავშვობაში იყო საყვარელი ტექსტი და მაშინ მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე მასთან რაღაცა სხვანაირი ურთიერთობა მექნებოდა. ჩემთვის იყო ერთ-ერთი მთავარი ტექსტი, რომელიც დაიწერა, მე ჩემთვის წარუშლელი გავლენა მოახდინა ბიძაჩემის სიტყვებმა, რომ ეს პირველი წიგნია, რაც კი დაწერილა და ამიტომ მე როცა პატარა ბავშვი ვეზიარე პირველ წიგნს, რომელიც დაიწერა, მეგონა რომ ეს ჩემი და ჰომეროსის საიდუმლო იყო რაღაცნაირად და ძალიან მომწონდა. მერე ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ აი ახლა რო აერთიანებდნენ, მაშინ არ იყო ასე საქმე და მე გპ-ში მოხვდი და მე ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო ჩემი ბიოგრაფიის. გპ-ში კაცი უნდა მოხვდეს, ოღონდ იქ არ უნდა დარჩეს, ესაა ჩემი წარმოდგენა. და მერე აღმოჩნდი უნივერსიტეტში. და აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტში ყველაზე კარგი განათლება იძლევა უნივერსიტეტში კათედრა, რომელსაც ერქვა კლასიკური ფილოლოგიის კათედრა. ანუ მე კლასიკური განათლება მივიღე და ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის, იმიტომ რომ სადაც კი მოვხვდი მსოფლიოში, არსად არ დავიკარგე სწორედ იმის გამო, რომ სწორი განათლება მაქვს. ჩვენ გქონდა საკმაოდ ძლიერი და ყავს ძლიერი
ეს სფერო ჩვენში საკმაოდ ძლიერია. საბჭოთა კავშირში იყო სულ ორი ცენტრი სერიოზული, ეს მოსკოვის და თბილისის. პეტერბურგის ცენტრს არ აუშავდა, კიევის ცენტრი უკვე ჩამოგრჩებოდა და სხვაგან არაფერიც არ იყო. ჩვენ რატომ მოგცეს ისე უფლება, როგორ ჩვენ იმიტომ მოგცეს უფლება, რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ხალხი, რომელსაც მართლა გვაქვს კავშირი ამასთან ისტორიულად. და გარკვეული გაგებით ამან მოგცა საშუალება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა პიროვნებებზეა. ეს არის მთლიანად ჩემი აზრით ისეთი დიდი კაცის დამსახურება, როგორც იყო გრიგოლ წერეთელი. გრიგოლ წერეთელი იყო საბჭოთა კავშირში რუსეთში ყველაზე დიდი კაცი ამ სფეროში, პაპიროლოგი იყო და ისეთი კაცი იყო, რომ თავის წიგნს დაარქვა რაღაცნაირი და ქართული პაპირუსები და ქართული პაპირუსი ხო არ არსებობს, მაგრამ მას რახან ეკუთვნოდა და რახან ქართველი იყო. გრიგოლ წერეთელი დაიღუპა 30-იან წლებში, მაგრამ გარკვეული გაგებით მან ხელი შეუწყო იმას, რომ სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტი კლასიკურ ფილოლოგიად გარდაქმნილი იყო და გაძლიერებული იყო და შემდეგ მისმა მოსწავლეებმა სიმონყავშიშვილმა და სხვებმა ბევრი გააკეთეს ამ სფეროში. ამიტომ ტრადიციულად ჩაგვეთვალა, რომ ჩვენ გვაქვს ძველი ბერძნულის სწავლების და სწავლის უფლება. და მოსკოვი ამას უყურებდა ნორმალურად. არ მიაჩნდათ, რომ ეს საშიში არის რამენაირად, იმიტომ რომ ქართველებს ისე რაც გვაქვს კავშირი, ახლა ბოლოს და ბოლოს პირველი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხალი პერსონაჟი მსოფლიო ისტორიაში ქართველია და ჩვენ თუ ვერ მოხვდით რომელიმე სიაში ჩვენით ევრიპიდეს მედიათი ყოველთვის ხვდებით მათ შორის ნორვეგიული წიგნის სიაში, კლუბის სიაში ვართ, იმიტომ რომ არის ევრიპიდეს მედიათი. მე, როდესაც მე ვსწავლობდი, ჩემმა მასწავლებელმა, ისმა გორდეზიანმა, აკადემიკოსმა, მითხრა, რომ შენ მხიარული კაცი ხარო და შენ გეკუთვნისო არისტოფანეო და მე ვთარგმნე არისტოფანეს სტუდენტების დროს. ახლა გამოდის სხვა შორის კიდევ ერთი გამოცემა, ერთი წიგნად ეს არისტოფანე ინტელექტი გამოცემს. ერთი სიტყვით, ჩემთვის ეს გაიმეტა. და მეც ვიცოდი, რომ არისტოფანე საჩემო იყო, იმიტომ რომ ხუმრობა არის და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენ რაღაც ასევე მოიხსენეთ კომედიას, ხო, დაბალ ჟანრად, როგორც მე არისტოტელე. არისტოფანეს კომედიას არ მოიხსენიებდი დაბალ ჟანრად, ის არ არის ის კომედია, რასაც ჩვენ კომედიას ვეძახით. ის არის პოლიტიკური სატირა, რომელიც იმდენად მაღალ თავისუფლებას ითხოვს, რამდენიც კაცობრიობას აღარ ქონია იმის მერე. ამერიკაშიც კი ვერ იდგმება ხოლმე ისე როგორც საჭიროა. ისე რომ დადგა როგორც საჭიროა, იცოცხლეთ დიდი მაყურებელია ყველა მათ. ვერავინ ვერ ბედა. აი საქართველოს სულ დგამენ ფრინველებს. ეს ყველაზე უწყინარი და ყველა და მე თვითონ ჩემ თარგმანს რო უყურებდი, მას ჩამეძინა ესე. სხვების ამბავი წარმო. მე ჩხერი ხალხი ვიყავით ახლა სავსეც არ იყო დარბაზ. ასე არისტოფანე საჩემო იყო და მე ვთარგმნე. რომ დამაპატიმრეს, რომ მკითხე, გაგიკეთებია რომ ასეთ, როგორ კაცო მე არისტოფანე მაგთან კგბ-ში ძალიან გაუკვირდათ, რომ ამით ტრაბახი შეიძლება ვიღაცა არისტოფანეს თარგმნა. აი თანამედროვე რეჟისორებს მივაქცევინოთ ამაზე, გავბედოთ არისტოფანე. უნდა გაბედო არისტოფანე, უნდა დადგა მხედრები, ერთს უნდა მისცე მიშა სააკაშვილის ნიღაბი, მეორეს ბიძინასი და ნახავთ რა მოხდება. ეს არ არის უწყინარი ნაწარმოები, ეს პოლიტიკური სატირაა, სერიოზული. მაგრამ მე არისტოფანეს მე ნელა ასე თქვა შევედი ამ ბერძნული ენის სიგრმეებში და რაღაც ასაკში, ერთი დაახლოებით 20 წლის წინ ვიგრძენი რომ ახლოს ვარ იმასთან, რომ უფრო დიდ რამეს მოვკიდო ხელი. და აი მაშინ დავიწყე ილიადის თარგმნა. ილიადას დიდხანს თარგმნიდი, ბევრი ვიმუშავე. და თან ვიცი ერთი რამ, რომ დღეს ილიადას ძირითადად თარგმნიან პროზად. აი ფრანგებმა მე-19 საუკუნეში ლეკონ დელილმა, რომელიც საკმაოდ კარგი პოეტი იყო, პროზად თარგმნა. იმიტომ რომ იმის თარგმნას პოეტურად განსაკუთრებული დიდი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის არის ისეთი პოეზია, რომელიც მაგვარი ჩვენ არ გვაქვს. ჰექსამეტრის გამო, რომელშიც არის სიგრძე, სიმოკლე, და მელოდიკაცაც ვერ ვინარჩუნებთ. ჩვენ ყველაზე ახლოს ამასთან მივიდა მაგალითად გურამიშვილი, გალაქტიონი,
ზვიად გამსახურდია, ერთი პირველი სიმღერა თარგმნა. მე ვამბობ საზომზე. საზომი ხო. ჰომეროსთან ახლოსაც ვერ მივიდა ზვიად გამსახურდიას თარგმანი, თვითონ ჰომეროსის თარგმნა მას ძალიან გაუჭირდა, მაგრამ საზომი მან შესანიშნავად იპოვა 18 მარცვლიანი ლექსი, 6 დაკდილი. ეს რომელია ცით გალაქტიონსურა წმინდაო დამიცევს როში საშიშრად მივარდნ კედლებით ეს სახლი მაგონებს. აი ეს რიტმია ჰომეროსი. მაგრამ ასე შეეძლო გალაქტიონს შეუძლებელი იყო ვინმეს ასე ეთარგმნა და ბოლოს ისე მივიღეთ რომ პოეტური თარგმანი რომელიც იყო 14 მარცვლიანით შესრულებული და გადმოსცემდა იმათ 17 მარცვალს და იმათ 17 მარცვალის გადმოცემა სჭირდება ქართული 20 ან 24 მარცვალი ენებს შორის განსხვავების გამო გაირკვა რომ 14 მარცვლიან ლექსში ნახევარი ილიადა დაიკარგა საერთოდ არ თარგმნა აი რომან მიმინოშვილის თარგმნას აქვს ნაკლი აკლია რა ბევრი იმიტომ რომ მას ფორმა შეეწირა იმიტომ რომ მან ნუმერაცია დაიცვა შეეძლო გაეზარდა სტრიქონების რაოდენობა მაგრამ მაშინ მეცნიერება დაზარალდებოდა ციტირებას ვერ მოახდენდა ამიტომ პროზაული თარგმანი ბევრგან არის პოპულარული მე ვიცოდი რომ უკვე პროზა მე არისტოფანი პოეტურად თარგმნე როგორც შემეძლო მაგრამ ამის შემდეგ ევრიპიდეც ჩემ სტუდენტებს უყვართ თქვენი თარგმნილი იფიგენიას წაკითხვა უფრო კარგად გამოაქვთ ეკიდან ასე მაგრამ მე მივხვდი რომ ეს პროზად უნდა ითარგმნოს ჰომეროსის თარგმნა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ იმდენად რომ საერთოდ სოფლიო რეკორდი დავამყარე და ჰომეროს მივაყოლე მთელი ესქილე, მთელი სოფოკლე და მთელი ევრიპიდე და მთელი არისტოფანი ისე რაც ჰქონდა და მე ვარ ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში თუ დაუჯერებ ChatGPT-ს, რომელსაც ესაა გაკეთებული. მთელი ჰომეროსი და მთელი დრამა. და რაღაცნაირად ეს კი არ იყო სატრაბახოთ არ ვამბობ. ეს უბრალოდ იყო მე ვიგრძენი რომ არის მოვალეო, იმიტომ მე ამის გაკეთება შემეძლო. და ზარმაცი იქნებოდი რო არ გამეკეთებინა და შემიწყო თქვენ კარგად ახსენეთ ეპიდემია ძალიან შემიწყო ხელი იმან რომ სახში რო ვიჯექით თვეობით და იქიდან მაუწყებლობდით მაშინ თარგმნიდი მე ძირითადად ბევრ ამას და მივეჩვიე რომ ეს საქმიანობა რაც შეეხება ჰომეროსის ორმაგად გახდა ჩემთვის საყვარელი ერთი ბავშვობის საყვარელი ავტორი იყო მე მაგალითად ბევრს უყვირს რომ მარინა ცვეტაევა უთითებს ბავშვობის წიგნებში ილიადას ასეთი დახვეწილი პოეტური ბუნების ქალი ოდისეა მაინც რო ყოფილიყო ან რამე ხო მე სხვათა შორის ეგ მინდოდა მეკითხა ოდისეა და ილიადა შორის თქვენ ილიადას ირჩევთ ხოლმე და მასაც ოდისეასა და ილიადას შორის ხალხი ირჩევს ოდისეას ხო მეც ხალხი ვარ ამ შემთხვევაში პროფესიონალები ირჩევენ ილიადას. პროფესიონალებს რაც გულისხმობთ, ილიადა აშკარად არის ევროპული ლიტერატურის პირველი ძეგლი. და აქედან გამომდინარეობს ერთი უცნაური აზრი, რომ ყველაფერი, რასაც დაწერდა ჰომეროსი, იქნებოდა ლიტერატურა. ანუ ლიტერატურა ის კი არ არის რაღაცა ღმერთმა რომ მოიფიქრა, არა, ჰომეროსი რასაც დაწერდა, ის იქნებოდა ლიტერატურა. ამიტომ არსებობს მარტო ის ტროპები, რომელიც ჰომეროსმა იხმარა. ახალ ტროპს ვერავინ ვერ გამოიგონებს და ტროპი რომელიც მას არ გამოუყენა ასეთი რამეც არ არსებობს ან თქვენ ვერ იტყვით რომ აი მან მოიფიქრა მეტაფორა ამან მოიფიქრა ყველაფერი რაც არის ლიტერატურაში არის ჰომეროსი ანუ ილიადა აშკარად პირველი ძეგლია ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ რომ ილიადა უფრო ადრეა დაწერილი ვიდრე ოდისეა ამის მტკიცების საშუალება არსებობს მაგრამ არის უამრავი საკითხი ჰომეროსთან დაკავშირებული, ამიტომ ასეთ ამას ქვია მეცნიერების სპეციალური ტერმინი ჰომეროსის საკითხი, რომელშიც ირკვევა, როდის იყო ჰომეროსი, იყო თუ არა ჰომეროსი, ერთმა კაცმა დაწერა თუ არა ორივე პოემა, რომელია უფრო ადრე დაწერილი. იყო თუ არა ბრმა მართლა. იყო თუ არა ბრმა, ზოგიერთზე გვაქვს პასუხი. მაგალითად, მაგ კითხვაზე იყო თუ არა ჰომეროსი ბრმა, ჩვენ გვაქვს პასუხი, არა ჰომეროსი ბრმა არ ყოფილა. ჩვენ ვიცით, საიდან მოდის ეს? ორი ამბავი არის. პირველი, თვითონ მას ოდისეაში აღწერილი ყავს ბრმა მომღერალი, რომელმაც მასზე იმღერა და ცრემლი
დაადინა და ასე შემდეგ და მეორე ბევრს მიაჩნია რომ სიბრძნე და სიბრმავე ერთი და იგივე არის აი მაგალითად ოიდიპოსმაც თვალი დაიბრმა თვალები დაიბრმა ვანგა იყო ბრმა და ასე შემდეგ მაგრამ იმის მიხედვით რა სურათები რა ხატები რა ფერები რა ამბები ხდება ილიადაში ყველა მეცნიერი ვინც რამენაერად იკვლევს სიბრმავეს გეტყვით რომ ჰომეროსი ძალიან არ არის ბრმა ანუ ძალიან თვალხილული არის წარმოუდგენელი არის მეორე მხრივ ამ მინდა გითხრათ რომ ბევრი რამ ერთ-ერთი საკითხი ჰომეროსი არის დაწერილია ეს ზეპირად თუ ჩაწერილია ჩაწერის საშუალებები უკვე არსებობდა მაგ დროს არსებობს ეგრეთ წოდებული დელტოსი იცით რა არის წარმოიდგინეთ ძალიან თხელი ასე ვთქვათ ფირფიტები ხის დაფარული ცვილით ორივე მხარეს და მე აკინძული როგორც ბლოკნოტებს ავკინძავთ ხოლმე ჩვენ მავთულით თქვა რაღაცით აკინძული ეს ამაზე წერთ სტილუსით უბრალოდ წვეტიანი ჯოხით და გადმოაბრუნეთ ამ ჯოხს და მეორე მხრიდან წაშლით როცა გაგიხარდებათ ამაზე შეგიძლია წეროთ და წეროთ ამდენს გაგიხარდებათ ანუ არ არის საჭირო მთელი მოზვერების დავკლათ რა ქვია ჰეკატომბე რო დავწეროთ ილიადის ჩაწერადაც მაგრამ იქ არის ელემენტები რომელიც ადასტურებს რომ ეს ზეპირადაა ანუ ისიც არის და ისიც არის ზეპირის სასარგებლოდ მეტყველებს პოეტური ფორმულები რომელიც საერთოდ ახასიათებს ზეპირ პოეზიას რო დაიმახსოვრო 1/3 ილიადის მეორდება ამ 1/3-ს რო ისწავლით უკვე ილიადა თითქმის სულ დანარჩენი 2/3 დაგჭებათ მარტო ეს აფორმულებია მაგალითად ტონ დაპამოებე non prosefe მას მიუბრუნდა და უთხრა ეს იქნება 1000 ჯერ როგორც კი ჩვენი დიალოგია ეთქვა მას მიუბრუნდა და უთხრა ლევანმა მას მიუბრუნდა და უპასუხა და ასე შემდეგ მე ისეთი ფორმულები როგორც პოდასოკიუს ახილებს ფეხმარდი აქილევსი თვალს სხივოსანი ათენა თეთრხელებიანი ხერა და ასე ფორმულები ამას ქვია პოეტური ფორმულები და ესენს ყველაფერი მიუთითებს ზეპირს და 24 სიმღერათაც მერე დაიყო ხო მოგვიანებით 24 სიმღერათ მიანა დაყოფილი იქ ნახავთ ეგ ადვილია ეგ ყველაზე არტილერია იმიტომ რომ ჰომეროსის დროს ბერძნულ ანბანში იყო 26 100 24 100 იყო მე მგონა ანბანის მიხედვით ხო და ანბანის მიხედვითაა მაგრამ ჰომეროს რო დაეყო იქნებოდა არა 24 არამედ 26 სიმღერა რაც ნიშნავს რომ გვიან დაიყო რაც იმას ნიშნავს რომ გვიან დაიყო ამაზე მიუთითებს ისიც რომ სიმღერები ძალიან არათანაბარი არის 400 ტრიქონიანი და არის 900 ტრიქონიანი სიმღერები და ჰომეროსი მასე არ მოიქცეოდა ისე როგორც წელები იქცევიან მაგალითად როგორც დიკენსი იქცევა თავები რო ერთმანეთის ტოლია ეს გამოიწვია ხო იცით ფელეტონის პრინციპი ჟურნალში რო იბეჭდებოდა ეს ქრონომეტრაჟის პრინციპი მეც ვიცი იმიტომ რომ ჩემი წიგნის ერთი ჟურნალში იბეჭდებოდა ერთ სიტყვით იმის თქმა მინდა რომ ჰომეროსი არის ბევრი კითხვა და არა მარტო იმითაა საინტერესო რაც დაწერა იმითაა საინტერესო რომ ყველა ლიტერატურული თეორია მოწმდება მასზე როგორც პირველ ავტორზე ჰომეროსი არის პირველი ავტორი ამ სიტყვის ორი ნიშნულობით ყველაზე პირველია ევროპაში რა თქმა უნდა მანამდე არავინ არაფერი არ დაგვიწერა და თუ დაიწერა რამე დაიკარგა და ისა არ შემორჩა ფაქტი არაფერი თორე ამ ხელა არაფერი არ დაწერილა რა თქმა უნდა და მეორე ის ყველაზე დიდი რჩება იმიტომ რომ მან განსაზღვრა თუ რა არის ლიტერატურა მან თქვა როგორი უნდა იყოს და ლიტერატურა იცვლებოდა რა თქმა უნდა შემოდიოდა მასში ფსიქოლოგიზმი რომელიც ჰომეროსთან ნაკლებად არის მე რატომღაც მაინც ვხედავ იქ რა თქმა უნდა დილემებს რომელიც ელემენტარულად არის მაგრამ თუ აიღებთ ორ დიდ პოემას მაგალითად ილიადას და ენეიდას თქვენ აღმოაჩენთ რომ ენეიდაში ფსიქოლოგიზმი უფრო ჭარბადაა წარმოდგენილი ვიდრე ილიადაში სამაგიეროდ ილიადაში გაცემულია პასუხი კითხვებზე რომელიც არ დამდგარა კაცობრიობის წინაშე 21 საუკუნემდე ანუ როცა ვამბობთ ჰომეროსი დღევანდელი პოეტია ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე-18 საუკუნეშიც ასე იყო არა ის ჩვენ დღეს ვეწევით როგორც ჩანს ამდენი იყო მისი ძალა ასე შორს იხედება დღეს ვეწევით იმ პრობლემას აი მაგალითად
პრობლემა ვინ არის ადამიანი, ვის ეკუთვნის ადამიანი პარტიას, დედას, მამას, სამშობლოს, დედამიწას თუ არავის არ ეკუთვნის და მარტო არის და საკუთარ ვინ არის მართალი უნდა იყო თუ არა შენი სამშობლოს მხარეს მაშინ როდესაც შენი სამშობლო მიხარავს აი მე მახსოვს ერთი ქართველი პოლიტიკოსი რომელმაც თქვა რომ ანტიფაშისტი გერმანელის არ მესმის თუ გერმანელი ხარ და შენი ქვეყანა ფაშისტია შენც ფაშისტი უნდა იყოს მაშინ უნდა ვთქვათ რომ მთელი ზეტ მოძრაობა ეხლა ამაზე დგას რომ რუსეთი რა მნიშვნელობა აქვს რასაკეთებს რა თქმა უნდა ხო და მინდა გითხრათ რომ ისეთი სიმპათიური გმირი როგორიც არის ჰომეროსის ილიადის ძალიან დიდი სიყვარულით ნახატი ჰექტორი ზუსტად მასეთ ქვეყანას იცავს ზეტ გმირი არის სინამდვილეში იცით და ღმერთების ისიც აი ხო ფიქრობდი ბოდიში გაგაწყვეტი მაგრამ აი იმითაც კი თანამედროვეა რომ კითხულობ წარმოგიდგება სერიალი რომელიც Netflix-ზე გადიოდა ზებუნებრივი ძალები როგორ ერთობიან სხვა ადამიანების ომით სანახაობით ზოგი იმისკენ არის ზოგი კალმარის თამაშები ანუ რაღაც დაკვირვება ზემოდან ახდენ აი რატო უნდა იყოს ღმერთი ტროელებისკენ მისი ცოლი აქაველებისკენ ან პირიქით და ანუ ეს რაღაცა თვითონაც თითქოს რაღაც საცირკო სანახაობად ქონდა ღმერთებს ეს გადაგცემ თუმცა კორექციას აკეთებდა იქაც რა თქმა უნდა ეს არის უზარმაზარი. აქილებსაც ხო არის დიდი გმირი, მაგრამ რამდენ რაღაცას აკეთებს, რომ ჩემში ცოტა უხერხულობას იწვევს, ხო, რა დროს ჩხუბია, რა დროს ქალია, რა დროს ის არის, მაგრამ უფრო ღრმა აქილევსი ნამდვილად უხერხული გმირია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ილიადა პრინციპში არის პოემა აქილევსზე, ხოლო ოდისე არის პოემა ოდისევსზე და ეს ორი გმირი არის ბერძნული სულიერების ორი გამოხატულება. ბერძნები ერთდროულად არიან აქილევსებიც და ოდისევსებიც. ანუ ერთდროულად არიან გმირებიც და გაქნილი თაღლითი, მაგრამ ინტელექტუალური მეომრებიც. ბერძნებმა ყველა ომი სპარსეთთან მოიგეს ოდისევსობით და არა აქილევსობით. ანუ მოიგეს იმით, რომ ისინი გონებრივად აღემატებოდნენ მეტოქეს, იყვნენ ინტელექტუალები და ყველას ჰქონდა განათლება. ახლა ჩვენ საზოგადოებასა და ბერძნებს შორის განსხვავება ის არის, რომ ძველ საბერძნეთში, მაგალითად ათენში, ყველას ჰქონდა განათლება, რომელიც გაცილებით უფრო მეტ სფეროებს მოიცავდა, ვიდრე დღევანდელი ჩვენი წარმოდგენა განათლებას. იმიტომ რომ ბერძნების აზრით რაც ისწავლება, ყველაფერი განათლებაა. და უნივერსალური ცოდნა ყოფილიყვნენ ისინი არისტოტელესა მანქანისტარებაც განათლებაო იტყოდნენ იმიტომ რომ ცურვა იყო განათლების შემადგენელი ნაწილი. მერე დაიყო ეს თორე თუ წამოვალთ არისტოტელედან გოეთამდე ლეონარდო და ვინჩის გავლითაც ეს ითვლებოდა რომ ადამიანი უნივერსალური ცოდნით უნდა იყოს რა თქმა უნდა ეს ამას ქვია სინკრეტულობა და სინკრეტულები იყვნენ ისინი და არისტოტელე იყო პირველი ვინც დაიწყო დაშლა და ახლა ნიჩემ თქვა რომ არა და თვითონ ბევრ ამაში ერკვეოდა. სოკრატემ დააშავა ყველაზე მეტი და პლატონმა ნიჩეს აზრით. რომელიც ჩემი საყვარელი ავტორია, თუმცა ამ ნაწილში ძალიან ძნელია მასთან დათანხმება, მაგრამ მან ასე დაინახა. დღეს არის მნიშვნელოვანი აქილევსი იმით, რომ ის ამბობს, რომ ჩემი პირადი ღირსება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რამე სხვა. ჩვენ უპირისპირებენ ერთმანეთს. აი კაცი ამბობს, რომ ჩემი ღირსება, ის კიდე ამბობს, რომ ჩემი ძმა ცუდად კი მოიქცა, მაგრამ ძმა. ამიტომ მე მის გვერდი დავდგები. ჩემი ქვეყანა ცუდად კი მოიქცა, როდესაც ხვის სახში მოიპარა და წამოიღო და ზევს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სტუმარ მასმინძლობის წესი დაურღვია, მაგრამ ჩემი ქვეყანა და აბა ხო უნდა დავიცვა. ჰექტორი განა ცუდი კაცია, განა არ იცის რომ არასწორ საქმეს აკეთებს. უბრალოდ მას სხვა გზა არ იცის სხვა გზა. მე თუ ქართველი ვარ და მტერი მოდის, მე უნდა საქართველოს დავიცვა, რა თქმა უნდა ამას ახსნა თითქოს. მაგრამ ჰომეროსი ასეთი მარტივი არ არის. ის ამბობს, შეიძლება დავის მოგვარება. აქილევსი მაგალითად ამბობს, მე ქალის გულისთვის არ ვიომებ. კი არის ეს. აქილევსი ამ ომში რისთვისაა ჩამოსული?
რომ ჰელენე გამოიხსნა, არა ეს მისი პრობლემა. აქილევსი ამ ომში არის იმისთვის, რომ მე და თქვენ სპორტკასში ამდენი საუკუნის მერე მასზე ვილაპარაკოთ. ანუ მას უნდა და ავთიტონ კლეოს უჭკნობი დიდება. მან იცის რა არის უკვდავება. უკვდავება არის, როდესაც შენზე აი მე გეტყვით რა უკვდავება. ათენში იქნებით ნამყოფი, ხო ხარ? არა, არ ვარ ნამყოფი. ეს ისე იგი ჩათვალეთ, რომ მე თქვენ გაჩუქეთ ერთი დიდი იდეა, რომ ჩახვიდეთ ათენში. იქ არის სამი დიდი მოედანი. ერთს ქვია სინტაღმა, იქ არის პარლამენტი. მეორეს ქვია ომონია, და ძალიან დიდი მოედანი და მესამეს ქვია მონასტირაკი. იცით, ანტიკურობა, ბიზანტია და თანამედროვეობა სამ მოედანში არის განხორციელებული და შუაში არის ქუჩები, როგორც ათენას ქუჩა, ჰომეროსის ქუჩა, ევრიპიდეს ქუჩა და ასე შემდეგ. გამოდიხარ ევრიპიდეს ქუჩიდან, გადადიხარ არისტოტელეს ქუჩაზე და ასე შემდეგ. აი ეგეთი ადგილი არის და რომელიმე ამ მოედანზე გადით, რო იქნებით და დაიძახეთ ერთი სახელი, ახილეს. და გამოვა ძალიან ბევრი თქვენ ახილესი. დაინახავთ. გახსოვთ ოლანდმა რომ მოიხედა და რო ეშინოდა ყველგან ათეისტი რო გამოიხედა, აი ესე გამოიხედავენ აქილევსები. ამ ქრისტიანულ ქვეყანაში იორღოსზე მეტი, ანუ გიორგიზე მეტი აქილევსია. მიუხედავად იმისა, ბერძნებს დიდი ხნით განმავლობაში წაკითხულიც კი არ ქონდათ ილიადა, იმიტომ რომ ძველ არ იცოდნენ და ახალი თარგმანი 60-იან წლებში გაუკეთა ნიკოს კაზანძაკისმა, გენიოსმა კაცმა და დაამთავრა ოდისეა, ანუ ოდისევსის ბედი ხო წყდება ოდისეაში და ხო ვიცით რომ უნდა გაგრძელდეს, იმიტომ იქვე უთხრეს წინასწარ, იმან დაამთავრა, ბოლომდე დაწერა. ეს წარმოუდგენელი თავხედობა. ეს მარტო ახილეს ეხება თუ არა, საერთოდ დაგამემნონზეც იხედებიან. არა, ყველაზე საინტერესოა რომ ქალების ყველაზე ხშირი სახელი არის ჰექტორის მეუღლის, ანუ მტრის ცოლის სახელი ანდრომაქე. მახი დღევანდელ ბერძნულში ანდრომახი და მე იმის თქმა მინდა რომ არა, ბევრია ოდისეი და დიომედი და ასე შემდეგ დღევანდელები, მაგრამ აქილევსი ყველაზე ხშირი. ამისთვის იბრძოდა, რომ ეს მომხდარიყო. რომ აქილევსი დაერქვათ, რომ ბერძნებისთვის ის მთავარი გმირი ყოფილიყო. საქმე ის არის, რომ აქილევსი არის ღირსების გმირი. მას მივაყენეს შეურაცხყოფა. იცით რატო შეწყვიტა ბრძოლა? იმიტომ კი არა, რომ თალი წაართვა ვიღაც აგამემნონმა. არა, ესაა ძალიან ცნობილი დაპირისპირება. უდიერად მოპყრობ. ძველ აზროვნებაში ამ დაპირისპირებას ქვია ტომის ბელადი და შამანი. ანუ მაგალითად, ახლა ჩვენ საზოგადოებაში რო იყოს რეალურ ლიდერსა და პატრიარქს შორის დაპირისპირება. აი ხევისბერის სახეში გაერთიანებულია როგორც ადმინისტრატიული მეთაური, ისე რელიგიური მეთაური და ჩვეულებრივ ამათ შორის ხდება კანონი და კონსტიტუცია. დიახ, ესაა დაპირისპირება. აგამემნონი არის კონსტიტუცია, კანონი, მეფე. რომელიც თან ამ კანონს ხო, მაგრამ ხო წარმოგიდგენიათ, რომ თამაშობს, ფეხბურთი გიყვართ? ნუ მე ვერ ყვევი. თქვენსავით არ მიყვარს. ხო იცით რომ მესი დიდი ფეხბურთელია. ხო წარმოიდგინეთ, იყო გუნდი, რომელშიც იყო კაპიტანი ვინმე პუიოლი, მშვენიერი კაი ფეხბურთელი, მაგრამ მასეთები ბევრია და ერთადერთი და განუმეორებელი მესი. ერთ გუნდში არიან. ის კაპიტანია. რამე რო იყოს, გადაწყვეტილებას იღებს ის. კაპიტანი, ამიტომაა კაპიტანი. მაგალითად, მას შეუძლია მესის უთხრას, რომ შენ კი არ დაარტყამ 11 მეტრიანს, არამედ ამას გააკეთებს სხვა ფეხბურთელი. მე ასე გადავწყვიტე. და ამათ შორის მუდმივად არის კონფლიქტი. მაგალითად, საქართველოს როცა დუალური ხელმძღვანელობა ყავდა ხოლმე, ერთი კაცი და მეორე კაცი, ერთ-ერთ სულ თავაზობდნენ გმირის როლს. მე ვიქნები დირექტორი და შენ იყავი გმირიო, სულ ეუბნებოდნენ ერთ კაცს და იმას თვითონ უნდოდა დირექტორობა და გახდა კიდევაც დირექტორი თავის დროზე, მაგრამ გმირის როლს თავაზობდნენ. კი, მაგრამ აი მედიცინაში ამ სუბორდინაციის დარღვევა მაგალითად არ შეიძლება. თუმცა რამდენჯერმე ადამიანის სიცოცხლე ამას შეეწირა, იმიტომ რომ ეგთანი ვერ ეტყვის მასზე უფროს რომ რაღაც შეეშალა. რა თქმა უნდა. და ამიტომ ხანდახან ეს დარღვევა ალბათ კარგია და თან ამბები სხვა აქედან იბადება, რომ ვიღაცა ვიღაცას უნდა დაუპირისპიროს. რა თქმა უნდა, და აგამემნონისა და აქილევსის დაპირისპირება არის კიდევაც ამ ნაწარმოების მთავარი ის კი ანუ ილიადა არ არის დაწერილი ომზე, რომელიც გაიმართა იმ ქალის გამო, რომელიც მოიტაცეს და სხვა. ეს გამოყენებულია. მაგრამ ტროას ამბავს იმეორებს ხო ისევ?
ეს ამბავი გამოყენებულია იმისთვის, რომ დაგვანახონ დაპირისპირება რეალური ძალაუფლების მქონე საშუალო ავტორიტეტის ადამიანს, საშუალო გაქანების ადამიან აგამემნონსა და რეალური ძალაუფლების სახელის, რომელსაც არ აქვს რეალური ძალაუფლება ვერ ბრძანებას ვერ გასცემს, მაგრამ რომელიც დიდია, იმიტომ რომ დიდია par excellence განმარტები. აი, უბრალოდ დიდი გმირია აქილევსი. ამას შორის უნდა იყოს და იქნება ყოველთვის დაპირისპირება. ანუ ომში ხო იცით დაპირისპირება არის შტაბის ოფიცრებსა და მებრძოლ გენერლებს შორის. ახლა დაპირისპირება მებრძოლი გენერალი შტაბის გენერალს ადამიანად არ თulis, ვინ ჩემი ფეხები ის იქა რაღაცებს ხაზავს. კი, მაგრამ აი ასეთ დროს როცა ომია, დიახ. შეიძლება უცებ ეს ჩემთვის კითხვა ეს არ არის. ალბათ უფრო მაინც იქითკენ მიხრები, რომ კოორდინაცია და გაერთიანება შეიძლება ავტოკრატიისკენ მიდრეკილება მაქვს არ ვიცი. მე მაინც გონია რომ აი ახლა იმაზე და აგამემნონის მხრიდანაც და აქილევსის მხრიდანაც იყო უადგილო, იმიტომ რომ შეიძლება დღევანდელ დღესა ეს ამდენი ინდივიდუალიზმი და ღირსების შეგრძნება ჩვენ მხარეს ნერვებს მიშლის და რაღაც უფრო გაერთიანებულ და იმსეთ კონსოლიდ სადაც ეგო გადაწეულია უკან. მე გეთანხმებით. ამისთვის საჭირო არის ლიდერი, რომელიც არ არის აგამემნონი. ამაშია საქმე. აგამემნონი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. მესი ემორჩილებოდა პუიოლს. აქილევსი არ ემორჩილება აგამემნონს და რა მოხდა იცით? როცა აგამემნონმა თქვა რომ მე შენ ქალს წაგართმევ, ანუ ძალიან უღირსად იქცევა. ყველაზე მთავარ გმირს აყენებს შეურაცხყოფას. ეს კი არ იყო უტანელი აქილევსისთვის. ნუ წაართვი, არა პრობლემა. არა. როდესაც საბერძნეთში არ მოიძებნა ერთი გმირი ოდისევსი, აიასი, რამდენი გმირი ეგ. ერთი მაინც ვინც იტყოდა რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ანუ აგამემნონი ნულოვანი ავტორიტეტის კაცი მარტო იმიტომ რომ უფროსია აღმოჩნდა რომ უფროსი არის ზნეობაზე და ღირსებაზე მაღლად გება. მე მგონი აქ ძალიან კარგი პასუხი გაეცით რატო დარჩა ილია და ამდენი საუკუნე. იმიტომ რომ ეს ყველაზე საწყენია, როდესაც შენ სიმართლეს არავინ არ იცავს. კონსტანტინე გამსახურდია, შეიძლება ვიღაცები პატივცემენ, შეიძლება არა, შეიძლება იმხელა ავტორიტეტი აღარა როგორც ადრე იყო, მაგრამ ერთი დიდი რამ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენო ქართველებს გვახასიათებდა და შეიძლება თქვა რომ სოფლიოს ახასიათებს, რომ თუ დიდი ვინმე გამოგვიჩნდა, იმას რომ დავეტაკები და დავკორტნი და აქილევსის შურდა როგორც ჩანს ყველას. და როგორ უნდა გშურდეს, აი წარმოედგინეთ. დედა ქალღმერთი, 16 წლის გოგო დარჩა მუდმივად, ულამაზესი, ზევსაც კი მოწონდა და პოსეიდონსა და ეს ერთი. მამა ზევსის შვილიშვილი, აიაკოსი ბაბუა იყო და აქილევსის ზევსის როგორც ბარათაშვილი ერეკლე მეორის და ესე არის. როგორც კაცების ხაზი და ბარათაშვილი ქალის ხაზი. ახლა ულამაზეს, ყველაზე ლამაზი კაცი. ყველანაირად შემკული. აი ყველანაირი ღირსებით შემკული კაცი. როგორ და რო წარმოვიდგინე ახლა იცით ხანდახან წარმოგიდგენია რომ თუ ამდენ ხალხს ხოცავს და ასეთი მაგარია შეიძლება რაღაცა ესეთი შვარცენეგერით გამოიყენო. არა, უნატიფესი უდახვეწილესი როგორც ფეხბურთში კრუიფი განხდარი და ლამაზი ფეხებით. ძალიან ლამაზი კაცი. და ბედიცინას სხვათა შორის იმყეს ქვია აქილევსის სახელი. ამ დონეზე და ძალიან სწორად ქვია სახელი, თუმცა მინდა გითხრათ რომ აქილევსის ქუსლი ეს არის რომაელების გამოგონება. მეორე საუკუნეში სტაციუსმა გამოიგონა ვითომ იქ იყო მოწყვლადი. აქილევსი მოწყვლადია ყველგან. კი. დაიჭრა კიდევაც ამ ომის დროს. მაგრამ სახელი მაინც რო შემორჩა. მაგრამ ნახეთ თან რის გამოჩა დაბრუნდა ბრძოლაში. პატროკლეს. არაფრის გამო არ ბრუნდებოდა. მაგრამ მეგობრის გამო დაბრუნდა ბრძოლაში. ანუ აქილევსი ეს არის მეგობრობა წარმოუდგენელი აზრია. მან გააფრთხილა მეგობარი, რომ შენ მოიგერიე მტერი და დაბრუნდი, იმიტომ შენ ვერ მოერევი ჰექტორს. ანუ წინასწარაა ცნობილი, თუ ჰექტორი და პატროკლოსი შეხვდებიან ერთმანეთს, ჰექტორი მოიგებს.
მაგრამ ჰექტორი ასე კი არ შეხვდა ეს ღირსეული და კარგი კაცი ჰექტორი მესულმეუბნები ხალხს და ტექსტი წავიკითხოთ ღრმად მივაქციოთ ყურადღება რაღაცებს დეტალებს ხო ჰექტორი გვიყვარს რა თქმა უნდა პატრიოტი კაი კაცია ჰექტორი ახლა რა ვლაპარაკე სიმპათიით ყავს ხოლმე როს დახატული ანუ ის არ არის დახატული როგორც მტერი რომელიც არავინაა არა პირიქით დახატულია როგორც ძალიან კარგი და ღირსეული ადამიანი მაგრამ რომელიც ცოლსაც ძალიან უყვარს ყველას გვიყვარს ძალიან მაგრამ უყურეთ რა მოხდა როგორ მოკვდა პატროკლოსი მას უკნიდან მიეპარა ღმერთი აპოლონი და ჩასცხო ტორი ეხლა მე რო ვიღაცამ ზურგში ჩამცხოს ტორი უკვე ძალიან მძიმეა ბრძოლაში მაგრამ აპოლონი რო დაგარყა გასაგებია რომ გაწირა ამ დროს ერთი ტროელი მიეპარა და შუბი აწგერა ახლა უკნიდან ღმერთმა ჩაარტყა აქედან შუბი აწგერა და ეს ყველაფერი დაინახა ჰექტორმა გამოიქცა და მოკლა და უკაცრავად მაგრამ fair play-ის პრის არ იმსახურებს ეს არ არის ღირსეული ბრძოლა მას შეეძლო მოეკლა ღირსეულ ბრძოლაში მეტი იყო ჰექტორი ყველა მიცოდა რომ მოუგებდა მაშინ აქილევსის პირველი რეაქციაც მერე სხვანაირი იქნება მას აქვს ასეთი გამართლება მე ვიცი ჩემი სამშობლოსთვის და ყველა გზა სწორია ესაა პატრიოტების ცნობილი არგუმენტი და მეც გამომიყენებია და თქვენც გამოიყენებთ მე ჩემი სამშობლოსთვის ყველაფერს ვიზამ გააჩნია ჩემი სამშობლო თუ შეიჭრება სომხეთში ტანკებით არ ვიზამ ყველაფერს ხო და აი ხედავთ ჩემი სამშობლო უნდა დაჩაგრან რომ დავიცვა ხედავთ როგორ ეს არის მნიშვნელოვანი რა უკვდავი არის აქილევსი ხო ხედავთ რომ თქვენში ის ზის ისე როგორც ჩემში ის უნდა იჯდეს ყველაში ეს არის ჩვენი სინდისი ფაქტობრივად ჰომეროსმა გვითხრა სული და სხეული რომელიც ასე უყვარს კაცობრიობას არის ოდისევსი და ამ სხეულის მოძრაობა მსოფლიოში და გადარჩენა არის მნიშვნელოვანი დღეს ვინც ხელმძღვანელობს აი ამ ტროას ომებს და ახლანდელ აქავის და ასე შემდეგ თქვენ თუ ხედავთ წარსულში მათ პროტოტიპებს რა თქმა უნდა კი უბრალოდ ესენი ვისი პროტოტიპები იქნებოდნენ რა თქმა უნდა კი აი პუტინი მაგალითად პუტინი ყველაზე უფრო მეტად გავს უგუნურ აგამემნონს დიახ მას აქვს რეალური ძალა დიახ მას შეუძლია და მას ემორჩილებიან მან გააკეთა ისეთი ქვეყანა ნუ ყოველ შემთხვევაში ის აღზევდა ისეთ ქვეყანაში სადაც უმეტესობა მას მართლა ემორჩილება ანუ რუსეთში რო არ არის სერიოზული წინააღმდეგობა იცი ჩვენთანაც არ არის სერიოზული წინააღმდეგობა ყველას ეზიზღება ხელისუფლება მათ შორის მომხრეებს იმიტომ რომ უნდათ რომ თვითონ იჯდნენ იქ და თვითონ ჭამდნენ იმას რასაც ისინი ჭამენ და ასე შემდეგ ბევრი არის ასეთი რამე მაგრამ რუსეთში ასე არ არის რუსეთში ესიმპათიურებათ პუტინი და ახლა მე ვიცნობ ისეთ რუსებს რომელსაც არა მაგრამ ისინი არიან უღრმეს უმცირესობაში და ნაწილი უკვე აღარაა რუსეთში მარგინალიზებული ან გაქცეული ანსა მაგრამ ხედავთ ის არის აღიარებული ასეთი კაცი არის ანუ აგამემნონი მას გავს როდესაც აქილევსი და აგამემნონი კამათობენ აქილევსი მას ეტყვის ასეთ სიტყვას მე ვიბრძვი წინ შენ იბრძვი უკან ანუ შენ ხარ მეფე რომელიც წინ ვიღაცები იბრძვიან და შენ ხარ წინ ხარ გახვალ და ბრძოლაში ხარ შეხვალ დავით აღმაშენებელი ხარ ახლა ვიღაცა ესეთი გმირი ხარ აი მე ვარ ესეთი და მე ვიბრძოლებ მანამ სანამ ეს მოიტანს სახელი მან იცის სხვა შორის რომ იგი მოკვდება ახალგაზრდა კი და რო ამბობენ ხოლმე რომ ბედისწერა ყველაფერი მინდა გითხრათ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ღრმა შეცდომა არა სულ ცოტა ორი ვარიანტია ამას სტუდენტებიც ამბობენ ხოლმე და ეხლა მოგისმინონ თქვენ რომ ეს ახლა მე გეტყვით როგორაა სინამდვილეში ბედისწერის საკითხი მორჩილების ადამიანს აქვს არჩევანი ილიადაშიც კი აქილევს შეუძლია სახლში წავიდეს და მოკვდეს მოხუცი არა ახალგაზრდა შეიძლება ახალგაზრდაც მოკვდეს შეუძლია 100 წელი იცოცხლოს არაფერი პრობლემა არ არის მაგრამ მას ურჩევნია მე მირჩევნიაო რომ არ გამკიცხონო ბერძნებმა ღრმამუცლიან ხომალდებთან და მოკვდე ახალგაზრდა იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დარჩება ჩემი უჭკნობი დიდება და ჩემზე ილაპარაკებენ და მე ვიქნები იმათი იდეალი მე ნორჩი პოეტის მარინა ცვეტაევას იდეალის კი ვიქნებიო აი ესეთ დახვეწილი ხო იცით პაემა კანცას ავტორის
რადგან აქილევსის სიყვარული ცოტა მოულოდნელი თითქოს, მაგრამ დიდი ადამიანი იყო მამამისი და იცით მუზეუმის შემქმნელი და კარგად გაზარდა ეთხოვა შვილები. ერთ სიტყვით იმის მამინდა რომ აქილევსი არის ამ პოემის ყველაფერი და პოემა ისეთ სპიერადაა დაწერილი. ერთი გაიბრძოლებს პირველ სიმღერაში და მე-17 სიმღერის ჩათვლით არ არის. 24 სიმღერიან პოემაში 17 სიმღერა აქილევსზე ლაპარაკი არის სპეციალურად. იმიტომ რომ სანამ არ არის აქილევსის სხვების გმირობა უნდა გამოჩნდეს. იმიტომ როცა მესი თამაშობს, იქ სხვების თამაში არ ჩანს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში როცა თამაშობდა. როცა თამაშობდა მაგალითად რონალდო, რონალდინიო, იქ ვიღაცების ვარსკვლავები იყვნენ, არ ჩანან, არა. ამასაც დიდო სტატუა ჭირდება, რომ რაღაცა გამოაჩინო და ამიტომ მიჩქმელეს კაცი დაასვენეს თავისი 2500 მირმიდონელით, ანუ ჭიანჭველათი, ესეთი წარმოშობის ხალხია, ჭიანჭველიდან დაბადებულები და დანარჩენების გმირობა, ოდისევსის გმირობა გამოჩნდა, დიომედესის გმირობა გამოჩნდა, აგამემნონის, მენელაოსის, ნესტორის, აი ეს გმირები გამოჩნდა. იქიდან გამოჩნდა რომ თან რაკორ სქემატურადაც ყოლი ვინც უნდა მოკვდეს, ჯერ წარმოგვიდგენენ, მე იბრძოლებს დაიღუპება. და იქიდან კიდე ჰექტორი გამოჩნდა, რომელიც როგორ გამოჩნდება ახლა თუ აქილევსია, მაშინ ჰექტორი არავინ არ არის. იმიტომ რომ წინას არ არის ცნობილი იერარქია. ყველაზე მაგარია აქილევსი. ჰექტორი და აიასი თანაბარი ძალისანი არიან. ხოლო დანარჩენებს ჰექტორი აღემატება. ანუ აქილევსის მერე უნდა იყოს აიასი. ამიტომ ბერძნებმა რო განალაგეს თავის ბანაკი, აქით მხარეს არის აქილევსი, ანუ ყველაზე მოუწყვლელ ადგილას იქიდან მხრიდან დაუცველია და აქით მეზობელი ყავს ბერძენი, მაგრამ იქიდან არავინ და მეორე მხარეს არის აიასი, ბიძაშვილები არიან ესენი აიაკოსის შვილიშვილები. ზევსის შთამომავლები აქილევსი და აიასი. ესენი არიან ყველაზე მაგრები, მაგრამ აქილევსი თავის ბიძაშვილსაც აღემატება. და ამიტომ ეს რო ისვენებს, ტროელებმა თავი გამოავლინეს და ბოლოს და ბოლოს ჰექტორმა შეძლო და ერთ-ერთი ბერძნული ხომალდი გადაწვა. საერთოდ შემოიჭრა. ხომალდებს თუ დაუწოვენ ბერძნების მოიგებენ კი სახში ვერ დაბრუნდებიან. ამიტომ და აქილევსი ამანაც არ დააბრუნა ბრძოლაში. ეს ამბავი მოვიდა და მან გაუშვა პატროკლოსი და უთხრა მოიგერიე მტერი და დაბრუნდი. არ შეებრძოლო. მაგრამ პატროკლოსს მოეჩვენა მას შემდეგ, აი ნახეთ, ჰომეროსია, ისეთ იმხელა ავტორია, ისეთი საყვარელი რაღაცები იცის ხოლმე. მან, ახლა წარმოგიდგენთ, მე ვარ პატროკლოსი. მაცვია აქილევსის აღჭურვილობა. ყველას გონი ვარ აქილევსი. დავიბღავლე ღმერთი დამეხმარა, დიდი ხმა გაეცა და აკანკალებთ უკვე. მოვიგერიე. წავედი და ბრძოლაში დავამარცხე ზევსის უზარმაზარი ძე შვილი სარპედონი. ზევსმა რომ მოიტაცა ევროპე, სამი შვილი გაუჩნდა. მინოსი, რადამანთისი და სარპედონი. მინოსი და რადამანთისი ახლაც იქ სხედან ქვემოთ მაგათ სამყაროში და სასამართლო აქვს მოწყობილი საიქიოში. ბერძნების წარმოდგენით. ანუ ჩვენ რო ვიცით სტრაშნი სუდი, მათ თავისი ხტონური ამბავი აქვს. ხო და ამათი ძმა არის, წარმოგიდგენთ, დაამარცხა და მოეჩვენა, რომ ჰექტორსაც დაამარცხებს. მოეჩვენა. მაგრამ ღმერთი ჩაერია და ყველაფერი და დაიღუპა. აი, მხოლოდ ამის შემდეგ. ეს მოჩვენებაც როგორი ადამიანურია. ადამიანურია, იმიტომ რომ ჰომეროსი წერს ნამდვილ ამბებს. ჩვენ ყველაზე გაოგნებული ვართ იმით, რომ საიდან იცის ეს ყველაფერი ჰომეროსმა, იმიტომ რომ მედიცინა ამბობს, რომ ამდენი სიკვდილი და ამდენი მიზეზის სიკვდილის, როგორც ილიადაში აღწერილი, შეიძლება იცოდეს მარტო სამხედრო ექიმმა. ალბათ იყო კიდევაც შესწრებული ამბობე რომ შეესწრო რაღაცას ეს ბრძოლებიც ხო როგორ ისე იგი მინდა გითხრათ რომ ის პერიოდი როცა ჩვენ მას ვარაუდობთ რომ იყო ის მე-8 ან მე-7 საუკუნეში ჰაჰაჰა მე-9-ში არ არის ეს ომები რა ის ომები არ არის პატარა ომები მაგრამ რაღაცნაირად განჭვრიტა ესე იგი ამიტომ უამრავი ტიპის სიკვდილი აქ აღწერილი. მანამდე ხო არ იყო ვინმე, ვინც ასევე კარგად ზეპირს სიტყვიერად გადმოსცემდა და მას უბრალოდ ზოგჯერ ნიჭიერია მსმენელის. რა თქმა უნდა, მას რაღაცა მასალა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ზეპირი პოეზიის რაღაცა ნიმუშები არის შემორჩენილი, შეიძლება თვით ტროის ომიდან დაწყებულიც კი
და ამით ისარგებლა, რა თქმა უნდა. თუმცა საოცარი არის მაინც ასეთი ძალიან ესეთი ცოდნა და ობიექტურობა. ჩვენ გვიჭირს ასეთი ობიექტურობა. არიან ჩვენები და გერმანელები მოიხსენებათ ახლა ბავშვობიდან ვიცი მე და იქ არ იყო ასე. ჩვენები და ტროელები არ არის ასე. ჯერ ერთი რატომღაც ორივეს ერთი რელიგია აქვს. ზევსი ყველას ღმერთია. ერთმანეთის ესმით მიუხედავად იმისა, სხვადასხვა ენაზე უნდა ლაპარაკობდნენ. კი, თითქოს ღმერთები თავისიანების ომად უყურებენ. მინდა ღმერთებზე გითხრათ ერთი განსაკუთრებული ამბავი. ჩემს გერმანიაში ვიყავი და ორ გერმანელ პროფესორთან ერთად წავედი კინოში. გადიოდა ფილმი ტროა, რომელზეც ძალიან დაბალი აზრის ვიყავი ყოველთვის სანამ გავიგებდი ვინ გადაიღო. ანუ გვიან გავიგე რატომ არ უნდა ვიყო დაბალი აზრის. და გერმანელი კაცი გაგვიხდა ცუდად პროფესორი ჰიუბნერი, იმიტომ რომ აგამემნონი, რომელიც ამ ომიდან ცოცხალი უნდა ჩავიდეს სახლში და იქ ცოლმა უნდა მოკლას, მოკვდა პირველ სერიაში. და კაცი ცუდად გახდა გერმანელი პროფესორი და ვერაფრით ვერავინ ვერ ახსნა რატომ ხდება ასე. და თქვენ ამას კარგად გაიგებთ, იმიტომ რომ შესანიშნავად ერკვევით იქით ასწავლით ხალხს სცენარების წერას. საქმე ის არის, რომ ამ ფილმში არ არიან ღმერთები. და თუ არ არიან ღმერთები, მაშინ ადამიანის პატრონი არ აყავთ და ისინი იხოცებიან უღმერთოა მათი სიკვდით. ხო იცით, ბერძნული წესის მიხედვით ღმერთი მიდის იმ ადგილიდან, რომელიც განწირულია. ამ შენ ტროას რო აიგებ, იქ ღმერთები არ დაგხვდება, ისინი უკვე წასული არიან. ამიტომ, როდესაც აქილევსი კლავს ჰექტორს, წინასწარ ღმერთი მივა ამ ჰექტორს მოატყუებს ათენა და გაეცლება და დატოვებს უღმერთოდ. უღმერთო იქნება მისი სიკვდილი. ამ მეტაფორის აზრი მარტო ის კი არა რომ საშინელებაა მის სიკვდილი. არამედ მასში ღმერთი არ მონაწილეობს, ღმერთი განწირულს გვერდით არ უდგება. ეს ჩვენი ღმერთი არ არის. ეს ჩვენ ვართ წინწასეული ღმერთის პატრონი, რომელსაც უყვარ ვართ უანგაროდ. განწირულების რა დეგენერატებიც უნდა ვიყოთ, განწირულების და ათეისტები ვიყოთ, ვინც უნდა ვიყოთ, უყვარ ვართ. ესე იგი ოლიმპოს ღმერთებს უყვარდათ ძლიერები. ოლიმპოს ღმერთები ძირითადად საკუთარ თავზე ფიქრობდნენ. მარტო ორი ღმერთი ემსახურებოდა ადამიანებს, დემეტერი პურს იძლეოდა და დიონისე ღვინოს იძლეოდა. და იძლეოდა საშუალებას ადამიანი ღმერთს დამსგავსებოდა, როცა დალევდა და მოეჩვენებოდა. მაგრამ დანარჩენები არა, ძირითადად თავისთვის არიან. ეს ძალიან საინტერესო სისტემაა, როდესაც ზემოთ არიან ღმერთები, ფეხებზე კი დიხარ. და მაინც არ იკლავს შენზე თავს და თუ არ მიუტან, რაც საჭიროა. არ ეყვარები, არ დაგჭაგრავს. მაგალითად, ქალებს დაავიწყდათ აფროდიტესთვის საჩუქრის მიტანა, მსხვერპლის შეწირვა და მან თხის სუნი აღკიდა და ქმნებმა დაიწუნეს. და ახალი ცოლები მოიყვანეს. მასე არ უნდაო და ამ ქალებმა ყველა მამრობითი სქესის არსება ამოხოცეს კუნძულ ლემნოსზე. ერთხელ საბერძნეთის სენატში გამოვდიოდი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ვთხოვე, რომ ევროპამ ხომ მიიღო გადაწყვეტილება ვიზაზე და თქვენ იყავით პირველი ქვეყანა, ვინც ამას დაამტკიცებს. აგერ ვართ და დააყენეთ საკითხი და იმათ თქვენს, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ქართველებიო, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის უფროსი ვარ მეო, ერთადერთი მწყინსო მედიამ რომ ბავშვები დახოცა და გვიხოცაო. და მე უთხარი ახლა კუნძულ ლემნოსზე ვილაპარაკოთ. არის ცოტა. არა, ბევრი რამე მოსაყვე. იქაური პარლამენტარებიც ისეთები არიან, არ ძალიან ლიტერატურის. მაგრამ იცით, როდესაც მე უთხარი აგერ გიდგათ ქანდაკება კაცის, რომელმაც არა მარტო სამი შვილი დახოცა, ცოლიც მიაყოლა მე უთხარი. ეგო ჰერაკლესის ამბავი, ეგო გაგიჟდაო და ჩვენი თავიდანვე გიჟი დაიბადა მე უთხარი, როგორი დიახ. და ბოლოს გაჭრა მან. დიახ, ისინი პირველები იყვნენ, ვინც ერთ-ერთი პირველები იყვნენ. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჰომეროსი არის ავტორი და ილიადა არის ნაწარმოები არა მარტო ომზე. იმიტომ რომ ომზე რო ყოფილიყო, ნორმალური ავტორი რო ყოფილიყო, ომის დასაწყისაც აღწერდა და დასასრულსაც. გავიხსენოთ, ილიადაში არც დასაწყისი აღწერილი, არც დასასრული. არა, მე-10 წლის 51 დღე არის. ხო, თუ მე-9 წლის. რამდენი მე-10 წლის. რამდენიმე და მალე დამთავრდება ომი. იცით როგორი ამბავია?
ჰექტორის სიკვდილში უკვე დიახ, ომის დასასრულის რა მეტად. თქმა უნდა, იმიტომ რომ ჰექტორი არის ბურჯი. ეს ბურჯი მათ გამოეცალათ. ამის მე გასაგებია რაც მოხდება. ადომინო პრინციპი, ერთხელ კინო გადიოდა სოხუმში, ამ საათად დომინოს პრინციპი. ესაა როცა ყველა იქცევა ხოლმე. ჰექტორის სიკვდილი ნიშნავს ყველაფერს, ანუ მინიშნება არის ამაზე, მაგრამ ჰომეროსი არის ფლეშბეკების და წინასწარმეტყველების ფლეშფორვარდების დიდოსტატი. ის ფლეშფორვარდი კეთდება წინასწარმეტყველებით და მე ახლა გეტყვით ერთ-ერთ წინასწარმეტყველებად. აქილევსი კლავს ჰექტორს. მაგრამ შეუძლია მოკლას დაუცველია ყელი და შეუძლია ყელში ატაკოს შუბი. მაგრამ არა ჩასცემს სხვა ადგილას ლავიწის ძვალს გაუხლეს და გულში ჩაარტყამს. რატომ? არ უზიანებს სახმო სიმებს. იმიტომ რომ სიკვდილის წინ მომაკვდავი წინასწარმეტყველებს ჭეშმარიტებას. და აი ჰექტორმა იწინასწარმეტყველა. შენ აქილევს მოკლავს ჩემი ძმა პარისი. აქილევს ალბათ გაეცინება პარისმა ვინ უნდა მოკლას. ეს არის ერთ-ერთი ყველა საინტერესო სახე. უდიდესი ვაჟკაცი და მამაკაცი ლოგინში და უდიდესი თხლე და ვაჩარი ბრძოლის ველზე. ხო და რა უპასუხისგებლობის გამო დაიწყო ომი? და ამის გამოა ყველაფერი და აი ეს მოკლავს რო უთხრა, იმან შეიძლება არ დაიჯეროს, მაგრამ ამატებს. ის ხო ტყუილს ვერ იტყვის, კვდება. და ამიტომ ამბობს. იმიტომ რომ მას დაეხმარება ღმერთი აპოლონი. და აქილევსი ხვდება, რომ მოკვდება. ანუ ჩვენც ხვდებით. არ არის აღწერილი მის სიკვდილი, მაგრამ როგორ თუ არ არის აღწერილი, აგერ ნათქვამია, ვინ მოკლავს, როგორ მოკლავს, ის ესვრის და ის კიდე ღმერთი მოკიდებს ამის არსხებს და ისე ჩაარჭობს, როგორც საჭიროა. და როგორი საინტერესოა, რომ ჰომეროსი ამდენი ხნის წინ, 1000 წლეულების წინ, აი ეს პრინციპი, რასაც ახლა მაგალითად გვინდა ვინმე დიდი ადამიანის ბიოგრაფიის დაწერა. ასეთი წესია კინემატოგრაფიაში, რომ თუ იწყებ ბავშვობიდან ბოლომდე, დიდი შანსია, რომ ჩამთხრევდე და არ გამოგიდეს კარგი, იმიტომ რომ ვერ მოიცავ ვერანაირ დროში, ამიტომ ჯობია რომ აიღო ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. რა თქმა უნდა. და აქაც როგორ ეს პრინციპი დაცულია, რომ მთელი 10 წელი კი არ არის, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბორხესმა თქვა, პატარა მოთხრობაში, რომელსაც ქვია 4 ისტორია, რომ არსებობს სულ 4 სიუჟეტი. მეტი არა. 2 არის ჰომეროსის 2 პოემა. ერთი ოდისეა. ილიადა, ალყაშემორტყმული ქალაქი, რომელიც დაეცემა, რომელმაც იცის, რომ დაეცემა, მაგრამ იბრძვის ბოლომდე, მეორე ოდისეას ჩინდაბრუნა. მესამე არის განძიძიება, როგორც არგონავტიკა, როგორც და მერე ღმერთის თვითმკვლელობა. აქ ესე იგი ნახევარი მსოფლიო ლიტერატურა დაწერა ჰომეროსმა, კიდე მეორე ნახევარი სოფოკლემ. ბერძნებმა დაამთავრეს მსოფლიო ლიტერატურა და დანარჩენი არის ვარიაციები. ერთხელ მახსოვს ერთმა დიდმა ფილოსოფოსმა თქვა, რომ ფილოსოფია არის პლატონი და ჩვენ ვართო ფუტნოუტებიო. შენიშნებს უწერთ თვითონ იყო უდიდესი კაცი, იმხელა იყო, რომ ჰაილ ჰიტლერს იძახოდა და მაინც დატოვეს ცოცხალი. ჰაიდეგერზე ვამბობ, კი, რომელსაც სხვა შორის ერთი უწყინვალესი ნაშრომი აქვს ადამიანზე ლაპარაკობს სოფოკლე და აი ამას აანალიზებს, ძალიან მაგარი წიგნი. ყველაზე უცნაური რამ არის ადამიანი, ასეთი ადგილი არის სოფოკლეს ერთ-ერთი სტასიმონი. მოკლედ ჰომეროსმა ჩვენ გვაჩუქა სულ ცოტა 500 გმირი. კიდევ ერთი ნაწარმოებია ასეთი ძალიან ჰომეროსული ქვია ომი და მშვიდობა, რომელშიც ასევე არის 500 გმირი. ანუ 500, ახლა წარმოიდგინე რა არის 500 გმირი. და ჰომეროსი ისეთი ცბიერია, რომ ეს 500 გმირი განასხვავა ერთმანეთისაგან, ოღონდ არა ფსიქოლოგიზმით, რაც მას გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ 500 სხვადასხვა ფსიქოლოგია არ არსებობს. მან განასხვავა მათემატიკურად. წარმოიდგინეთ რა გააკეთა. აიღო 10 ნიშანი და თქვა, ამ გმირს ეს აქვს, ეს არ აქვს, ეს აქვს, კი არა. 10 ჯერ უპასუხა კითხვას კი, არა და მიიღეთ აქილევსი. დიდება თუ ესა, დიდება კი. მეტყველება? არა, არ არის მჭერ მეტყველი. ოდისევსი? კი. მაგრამ გალანძღვა კაიცოდა მაინც. აქამემნო ძალიან კარგად ლანძღავს გულს. ღმერთმა უთხრა, ოღონდ ხმალს არ მოკიდო ხელი და გალანძღა უკანასკნელ და გალანძღა უწოდა მას ძაღლი. კი. რომელიც შვენიერი ცხოველია, მაგრამ ბერძნებისთვის არასოდეს არ იყო დადებითი კონოტაციის მატარებელი.
მოკლედ აქილევსი არის 10 კითხვაზე პასუხი. 2-ის მეათე ხარისხი არის 1000-ზე 12,028, ხო? ანუ რისი თქმა უნდა, რომ სულ ცოტა 1000 გმირი შეეძლო შემოეყვანა და 500 შემოეყვანა. ანუ ერთი ნიშანი აქვს ცოტა ზედმეტი აღებული. ეს ახლა თეორია რა თქმა უნდა ერთ-ერთმა მეცნიერმა თქვა, ახლა მე არ ვასახელებ მეცნიერებს, იმიტომ შენიშვნებებს და იმაზე თუ გადავალ ჩვენ გადაცემა არ გამოგვივა. არა. ხო და ამიტომ ჩათვალეთ რომ არ ვიპარავ სხვისას ვამბობ, მაგრამ მან თქვა რომ ასეა გაკეთებული. ამიტომ ყველა გმირი განსხვავდება ერთმანეთისგან. ვიღაცა აქილევს რაღაცით გავს, რაღაცით არ გავს. აქილევსი არაა მჭერმეტყველი. აქილევსი არ არის მატყუარა. აქილევსის სტრატეგიაში არ არის ცვიერება. ბერძნებმა ყველა ომი მოიგეს ცვიერებით. ანუ ბერძნები ოდისევსები უფრო არიან ვიდრე აქილევსები. იმიტომ რომ აქილევსი მათ დაებადებათ მე-20 საუკუნეში. რისხვიანობა. ბერძნული. მე მგონი იმდენად ბერძნული არა, რამდენად ქართული არის. ქართული მაგიმატო მე ვთვლი რომ აქილევსი არის თესალიელი. ახლა ბერძნებში ხო არის განსხვავებები რა. ესე იგი აქილევსი როგორი მხარეა, იცით, რაღაცა გურული კაცია რა. იმათი გური არის თესალია. ანუ იუმორის და ასეთი მხარე არის, სადაც ცოტა ნაკლებ შრომობენ ვიდრე პელოპონესოსზე. მოკლედ იმათაც ყავთ თავისი აჭარლები და შრომის მოყვარე კახელები. ხო, გარკვეული კაკეთით. რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირფასი ჰომეროსთან არის ის, რომ როდესაც ჰომეროსი გვიყვება ამ გმირებზე, ის არასოდეს არ აკეთებს პედალირებას და არასოდეს არ ამბობს, რომ ეს უფრო მიყვარს. ამიტომ მას შეგიძლიათ ენდოთ და თქვათ, რომ ჰექტორზეა ეს პოემა. ის გაძლევთ ამის შანსს და ის არ იბძვის ამის წინააღმდეგ. ის არა ჰექტორი ცუდია და არა, უბრალოდ თუ ყურადღებით წაიკითხავ, კი გაიგებ რა შეასაქმე. ყურადღებით წაკითხვასაც ჭირდება გზამკვლევი ამ შემთხვევაში. ყურადღებით წაკითხო, თომას მანმა თქვა, რომ ჩემი წიგნი ორჯერ მაინც უნდა წაიკითხოთ. მარტო რაოდენობა არ შველის. ნუ თურმე ერთხელ წაკითხვით, მაინც არაფერი არ გამო. მე ვთვლი, რომ თუ მართალია როჯერი, რომელმაც თქვა, რომ ადამიანის რიცხვი არის 7+-2. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მე 7-ჯერ არ გავიგონე რაღაცის რეკლამა, имас ვერც ვიმახსოვრებ. და ვიღაცა გენიოს 5 ეყოფა და ვიღაცა ნაკლებად 9, მაგრამ 7+-2 არის ადამიანის რიცხვი. ილიადაც ძახს თურმე 40 ჯერ ჭირდება გამეორება. ხო და ხოლმე ადამიანს ჭირდება 9 ჯერ თუ ჩვეულებრივია, 7 ჯერ თუ ნორმალია და 5 ჯერ თუ გენიოსია. ხო და ესეც არ ყოფნის ხოლმე ალბათ ჩვენ ზაღლივით ხანდახან ზოგიერთი რამე 40 ჯერ უნდა გაგვიმეორო, მაგრამ ილიადა არის პოემა, რომელშიც თქვენ როგორც კალეიდოსკოპი ესე გადმოგიყრიან გმირებს და შეგიძლია აირჩიო. და თქვა მე ეს მინდა ვიყო. აი ნახე რა უცნაურობა. მაგალითად ყველა ამბობდა მე მინდა ვიყო პელე, მე მინდა ვიყო ის და ჩვენმა ხვიჩად პარაცხელიანმა თქვა მე გუტი მიყვარდა. გუტი არ იყო პირველი არც მეორე ხაზის სიდიადე. გუტი თუ რონალდუ უყვარდა? არა, რონალდუ ახლა უყვარს. გუტი უკვე იყო, არა, ბავშვობაში. გუტის იყო მისი და ეს მის ორიგინალობაზე, მის როგორც მე ანდრომაქე მომწონს. თქვენ მოგწონთ ანდრომაქე კალებში. რა თქმა უნდა, ანდრომაქე ბევრად უფრო მოწონს, მასაც ვიდრე ჰელენე. რაც უნდა ამას ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ანდრომაქე ყველას მოგწონს. ეს ჰელენეა, ნუ ქალებს ახლა ჩვენთან ქართველი ქალები ისე გაგუზარდეს ბებიებმა და დედებმა, რომ ჰელენეს აქციელს პირიქით ჩვენ ტრავმულად თუ მაგას გვარიგებდნენ, არ გამოიწვიოთ ბიჭებს შორის ჩხუბი და არ გაყვეთ სხვას. ევრიპიდემ იმდენი მოახერხა, რომ დაამტკიცა, რომ ჰელენე საერთოდ არ ყოფილა ტროაში. იქ იყო ჰელენეს აჩრთილი და ნამდვილი ჰელენე მომტაცებული იყო. ანუ რო გაამართლონ, რომ გაправება ქვია მაგას. ყოფილმა ქმარმა რო დაიბრუნა, ამას ხო გამართლება ჭირდება ახლა. შენი ცოლი, იმის ცოლიც იყო, მე იმის ცოლი იყო, კიდევ ვიღაცის სხვისი. ხო და ეგ ცოტა მძიმეა. ამიტომ მენელაოს უთხრეს, ეგ ეგვიპტეში იყო საერთოდ. მაგრამ დიდი კრიტიკის ისწარ, ხო არა, მტკიცდება კიდე ის თეორია, რომ ძალიან დიდი სილამაზესაც ყველაფერი ეპატიება მაინც. ისეთი ძალა, როგორც ძალა უფლება, ფული და მესამე, აი თუ ძალიან ლამაზი. თქვენ ამბობთ ერთგან, რომ
ჰომეროსმა ესეც ყველას დაასწრო. ლიტერატურაში მორჩა, ეს არის ყველაზე ლამაზი ქალი და თუ ყველაზე ლამაზია, ალბათ რაღაცეები ეპარება. იცით როგორ აღწერა მან ეს სილამაზე? ჰომეროსი ისეთი ჭკვიანი კაცი იყო. ერთხელ ლურჯში ვდგავარ და უყურებ ვენერა მილოს და ვიღაცებმა ჩამოიარა თქვა ფუ რას გავსო ქართველებმა. ხო ეგო მსუქანიო, ეგო ისეო ნახემუცელიო და რაღაცა და უცებ მივხვდი რომ მართლები არიან ჩვენები. იმიტომ სილამაზეს თუ გამოხატა დამთავრებულია მის საქმე, ის ეპოქალური ხდება. ანუ იმ საუკუნეში კაია, ამ საუკუნეში რუბენს მოეწონებოდა, კეით მოსის ხალხს არ მოეწონებოდა და ჰომეროსმა ასე კი არ აღწერა. ჰომეროსმა თქვა დგანან მოხუცები და ბუზღუნებენ ტროილები, რომ ქალის გულისთვის შვილები გვეხოცება, მაგის დედა, მაგის მამა და ამ დროს ჩამოიარა. და როგორც კი ჩამოიარა, მოხუცებმა თქვა, ხო, ასეთი ქალის გულისთვის კი უნდა დაიხოცონ ჩვენი შვილები. ანუ მან აჩვენა არა სილამაზე. არა, მან აჩვენა სილამაზის ძალა. რეაქცია სილამაზე. და ამ ხრივ ჩვენ მშვიდად ვართ, იმიტომ რომ მე მაგალითად როდესაც ჰელენეზე ვფიქრობდი, სულ ჩემი მეზობლის პასკოს ცოლი მედგა წინ, იმიტომ იმაზე ლამაზი ქალი მე არ მენახა ბავშვობაში. ულამაზესი ქალი იყო, კერათმიანი, ჰომეროსთან ერთადერთი ნიშანი, რომელიც არის უფრო თეთრია ვიდრე შავგრებანი. მეტი ნიშანი არ არის. და ეს ნიშანი ძალიან იოლად შეიძლება შეიცვალოს, ეს პრობლემა არ არის. სხვათა შორის მას ყავდა მოსწავლე მაგ დარგში. ნახეთ როგორა აღწერილი ანა კარენინა. ზუსტად ისე, თმაში აქვს ყვავილი ჩაწნული, კარგი რა, მაგას ხომ მეც ვიზამ, მაგაზე ადვილი რა. კი, კორექტირებადი მოცემული. ახლაც ასეა, თუმცა ჩვენ სულ ვამბობთ, რომ როდესაც ამბობ, ლამაზი ვიღაცას, ეს არ არის ინფორმაცია, უნდა აღწერო, მაგრამ როგორც კი აღწერ, უკვე შენი ლამაზი ხდება ეს და არა ჩემი. ერთმა სპეციალისტმა თქვა სილამაზის ლეილის სილამაზე რო გაიგო, მას მეჯნუნის თვალით უნდა შეხედო. ამიტომ არ არსებობს ულამაზო ქალი. აპოლინერთან არის ასეთი რამ, რომ შეხედე რას გავსო, მაგრამ ლეიდენში ერთი პოლიციელია გიждდება მაგ ქალზე. ანუ არ არსებობს არასილამაზე. ის არის დამოკიდებული მასზე, ვინ იქნება მისი აქტივი. და რა განსაზღვრა კულტურამ სილამაზით? და ხო, ამ თვალსაჩინოდ ჰომეროსი ძალიან სერიოზული კაცია, იმ თვალსაჩინოდ რომ უყურეთ მას შეუძლია ფანტასტიკური რაღაცები ქნას, ერთ საოცრებას გეტყვით, ლიტერატურულიც არ არის, ეგ არის გონებრივი საოცრება. აქილევსი ვერ დაეწევა კუს. არის ცნობილი ბერძნული ესა, იმიტომ რომ მსჯელობით ასე გამა. ეხლა ჰომეროსთან როგორ არის? დაინახა აქილევსი ჰექტორმა და გაიქცა. უკვე კარგია, უკვე ჰექტორის მომხრეებს მინუსებში წაუვიდა საქმე, იმიტომ რომ დაინახა თუ არა გაიქცა ეგრანაირ. აქილევსი განმარტებით არის ყველაზე სწრაფი ადამიანი მსოფლიოში. ესე მოიხსენიება კიდევ. ფეხმარდი აქილევსი, პოდას ოკიუს ახილეს. და აი ეს პოდას ოკიუსი გაიქცა და ვერ ეწევა. სამჯერ შემოურბინეს დროს. ესე უზარმაზარ ქალაქს სამჯერ შემოურბინეს. ცოტა საბურთალოს ვანს შემოურბინა სამჯერ საკმაოდ და ვერ ეწევა. და როგორ თუ ვერ ეწევა, თუ ყველაზე ძლიერი ესა, ისეთი შიში ჩავარდა ამ ჰექტორის გულში, რომ აქილევს მსოფლიო ჩემპიონს სირბილში მსოფლიო რეკორდებს უხსნის და ის მას ვერ ეწევა. ჰომეროსი ამას კი არ ამბობს, ნახეთ როგორ გარბის და როგორ ის. არა, ჰომეროსი არის დიდოსტატი, იმის არაფერი არ თქვას. და ამით ყველაფერი თქვას. იმით რომ ასე მირბის, სულიად ნათელი არის, რომ აქილევსთან იცის რაც მოხდება. იცის, სირცხვილის გამო არ შევიდა სახლში, თორე განა არ იცოდა რომ მოკლავდა ეს. უბრალოდ დასაფასებელია არა ის რომ გაიქცა, არა, დასაფასებელია რომ სახლში არ შევიდა, როცა დედიკო და მამიკო ეხვეწებოდნენ. არ შევიდა. ხო, ვაჟკაცობა მას აქვს. მაგრამ იმხელა ვაჟკაცობა, რომ აქილევსის სირბილს გაასწროს, მას არ უნდა ჰქონოდა. ეს ღმერთებმა ცოტა ხნით აჩუქეს ეს ტალანტი. და ამით ცოტა წაშალეს. მაგრამ ვისაც უყვართ, ხო იცით ახლა კაცის და ქალის და პერსონაჟის სიყვარული ზუსტად იმ ხასიათისაა, როგორც პირადული სიყვარული. იმიტომ ადამიანები ამბობენ მიყვარს და როცა უყვარს ყველაფერი ესმით.
ანუ ამართლებენ. რა თქმა უნდა, მე მითხრე სამეგრელოში სიყვარული რა არის? სიყვარული არის, როცა ყველაფერში გააправება და თუ ვერ აправებ, ესე იგი არასაკმარისად გიყვარს. ხო, სიყვარული უნდა იყოს, ანუ გონებაზე უარი უნდა თქვას ადამიანმა. კრიტიკული გონება ამიტომ არ მოიყვანა ეთყობა კანტმა ცოლი. იმიტომ რომ კრიტიკულად იყო განწყობილი და რა თქმა უნდა თუ სიყვარული მასაც მეგრულად ესმოდა, ცოლი არც უნდა მოეყვანა. მე ვთვლი რომ ჰომეროსი არის დღევანდელი ავტორი, სწორედ იმიტომ რომ ის გვკარნახობს დავიცვათ ჩვენი ღირსება. რაც ახლა გვჭირს ჩვენ ქართველებს, არ არის არც იმის ბრალი, ვინც აშავებს, არც იმის ბრალი, ვინც არა, ეს იმის ბრალია, ვისაც იმდენი ღირსება არ აქვს, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. ფესტივალით არ დამარცხდება, სიარულით არ დამარცხდება, ღირსებით მარცხდება და ღირსება ნიშნავს თავგანწირვას და თავგანწირვა სულ სხვა რამე არის, სულ სხვა რამე. კი, და ღირსება უფრო მეტი როცა არის ვიდრე სიცოცხლე, იქ იმარჯვებს. აქილევსი ეს არის. სიმართლეც და ღირსება. აქილევსი არის კაცი, რომელიც მოკვდება ახალგაზრდა. სხვა შორის მითოსში იმდენად უცნაურია დროის მდინარება, რომ აქილევსი ახალგაზრდა მოკვდება და მისი ტოლი შვილი ჩამოვარდა და ამთავრებს ყველაფერს. და კი ეს ყველგან არეულია, აი პარისის გაჩენის და მე როგორ იზარდა და ის ცოლი, მაგას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ძალიან ეს უმნიშვნელოა. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ გონიათ რომ ის მდინარება. ეს უმნიშვნელოა. ეს გვაჩვენა ხო და ესეთი რაღაც ხაზობრივი გითხრა რომ ლინიარული წერა არის გოიმობა, გაჯობა. უნდა დავწეროთ ისე როგორც ამას მოითხოვს სიღრმისეულად პერსონაჟი. ანუ მე კი არა ვარ ბალზაკი და ღმერთი და პერსონაჟები ჩემი სათამაშოები კი არ არიან. აქილევსია ღმერთი და მე ვარ მისი სათამაშო ავტორი. ჰომეროსმა თქვა, რომ არსებობს არა ერთი მწერალი და ერთი გმირი. არამედ არსებობს ერთი მწერალი, ერთი გმირი და ერთი მკითხველი. ჰომეროსი არის მკითხველების ავტორი. ჰომეროსი არ არის მასობრივი ცნობიერების ავტორი. ამიტომ არ გამოვა არც ის ფილმი, რომელსაც ახლა იღებენ და საერთოდ არც ერთი ფილმი. მე მაინც მგონია, აქ შეგეწინააღმდეგებით სანამ დავასრულებთ, რომ ნებისმიერი, აი თქვენაც გააკეთეთ, რომ შეეცადეთ ამას პროზის სახე ქონოდა, რომ კიდე უფრო მიახლოვებოდა მკითხველი. ყველა ხომ არ არის გურმანი მკითხველი, კარგი მკითხველი, წიგნით მაცხოვრებ, როს უნთქავს ასეთი ადამიანი. მაინც შეიძლება შეიყვანო იმ სამყაროში, სადაც მე იმ სირთულეს მიუახლოვდება. დაიწყოს ეს თუნდაც ფილმით, თქვათ, მე ფილმს რო ნახავს, კიდე დოკუმენტურს ნახავს, მე ლექციას მოусმეს, მე ლექსიკონს დაიდებს, მე თქვენს თარგმანს წაიკითხავს და მე შეიძლება ხათრით მაგ თვალსაჩინოდ მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, მე ხო გეუბნე ტროასაც კი უყურე. და გავამართლე, როცა გავიგერო ბენიოფის გადაღებული ყოფილა, სატახტო თამაშების ხათრით უკან არიცხვით გავამართლე, რომ კარგი ქნას ეგეთი რამ. არა, მე სხვა რამეს ვამბობ. თუ ვიღაცას მოეჩვენება და იტყვის, რომ ეს არის ყველაფერი და ჰომეროსი მარტო მასალა იყო ამისთვის და ეს ფილმია რაც არის, ამას არ ვემხრობი მე. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ის იმხელა სიდიდეა. რომ იმას ბევრნაირად შეიძლება შეეხოს, მაგრამ იცით ყველაფერი მინახავს დადგმული, მაგრამ ილიადა დადგმული თეატრში არ მინახავს, იმიტომ რომ ილიადა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მრავალგმირიანობით და მრავალთემიანობით და ამხელა ამბებით, გემებით და ამით ჩამონათვალ. ჩამონათვალზეც მინდა გითხრათ, რომ წარმოიდგინეთ, ვიღაცები აი ერთი დიდი ავტორი ამბობს ნობელის ლაურეატი, რომ აი ამასო ხო არავინ არ კითხულობს კატალოგს. მე მინდა უთხრა იოსებ ბუს, მე ვკითხულობ, ჩვენ ვკითხულობთ კატალოგს და ჩემთვის ეს ერთი სიამოვნებაა, იმიტომ რომ ეგ გაძლევს საშუალებას ის გმირები რომ განიფინებიან მე მაშინ რა ქვია ამ უზარმაზარ ბრძოლაში, ისინი ერთად დაინახო და ყველა ამბობს რომ ლოგიკური არის მე-10 წელს ხალხის დათვლა. პირველ წელს არ უნდა დაეთვალა. კი ბატონო, კი, მაგრამ ლოგიკა როდის მერე იყო ლიტერატურის შემადგენელი ნაწილი. ჰომეროსმა ხო თქვა, რომ არა, ლოგოსი კი არა,
მითოსი. ბერძნულში სიტყვას აქვს რამდენიმე აღნიშნული. ლოგოსი არის სიტყვა, რომელშიც ჩადებულია აზრი. მითოსი არის სიტყვა, რომელიც ექვემდებარება გადმოცემას. ეპოსი არის უკვე გადმოცემული, მაგრამ ეს ყველა სიტყვას ნიშნავს. და ჩვენ ქართველებს ისეთი მხელა სიტყვა გვაქვს, რომ რეჩს რო ამბობს ვიღაცა, ისიც სიტყვა ფილადელფოსის მიერ თქმული, ისიც სიტყვა, ჩვენ ამ ხრივ ძალიან შორს წავედით ჰომეროსისგან, მაგრამ მან იცოდა, რომ ის არ გადმოცემს ლოგოსს. არ ეძებოთ მასში ჰარმონიას, ნუ გაზუმავთ ალგებრით. მასში ვეძებოთ უნდა მითოსი. ანუ ის როგორც შეიძლება ითქვას. ძირითადად ის არის თქვენი მამა. თქვენი როგორც დრამატურგის, როგორც სცენარისტის, როგორც თქვენ შექმნათ ჰომეროსმა. წერლები მას არ თქვენი ნამდვილი მამა ღვიძი. დანარჩენები მას არ გძნობენ მამათ, იმიტომ რომ ჰომეროსში ძალიან ბევრი ის ფაქტობრივად თეატრია. უფრო თეატრია ვიდრე ლიტერატურა, ვიდრე სუფთა ლიტერატურა. რატომ საავტორო რემარკები აქვს ძალიან ცოტა. და ძალიან გულუყვილო. მაგალითად, შენ ამას არ დაეთანხმე პატროკლოს მიმართავს თავის პერსონაჟს, ვითომ იყოს მე-20 საუკუნე და ვითომ ის იყოს, ისე იგი რომელიმე გერმანელი ავტორი. რომელსაც სცენური ილუზიის დარღვევა უყვარდა ხოლმე. ბერტოლდ ბრეხტია ვითომ. ესეთი რამები აქვს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ეს არის ჩვენი დასაწყისი, არა მარტო ლიტერატურის, ეს ჩვენი აზროვნების და ბევრი რამის დასაწყისი ჰომეროსი. ჰომეროს კაცობრიობა უფრთხილდება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნეები ცხოვრეთ მის გარეშე, და ბერძნული არავინ არ იცოდა და შუა საუკუნეები ჰომეროსი არავინ არ იყო. დანტესთვის ჰომეროსი არის მარტო სახელი, მეტი არაფერი, იმიტომ ბერძნული მან არ იცის. გვიან გვიბრუნდება, ძალიან გვიან. და დღეს, ჩემი აზრით, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია, იმიტომ რომ რასაც ახლა ცდილობს ლიტერატურა, ზუსტად იმას მიაღწია და სულ მაგონებს ერთ რამეს. ვიღაცა მოასმენა გურული სიმღერები სტრავინსკის. და სტრავინსკი იყო ღრმა შოკში, რომ რისკენაც მიდის პროფესიული მუსიკა, აგერ თბილისის ახლოს მთებში ხალხს უმღერიაო. ნუ თბილისის ახლოს მთებში გურია იყო მისი წარმოდგენით, ჩვენ სხვა წარმოდგენები გვაქვს სიახლოვეზე, იმიტომ ჩვენ თვის შორსა. მაგრამ თავარი მან თქვა, ჰომეროსი არის ზუსტად ის, რაც ყოველთვის იქნება ლიტერატურა. ანუ გმირი. და აქვე ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან. მინდა ჩემ კოლეგებს და ზოგადად მსოფლიო სცენარისტებს და დრამატურგებს უთხრა, აი რა კარგად დაიწყო ლიტერატურა და მოდი ყველამ ღირსეულად გავაგრძელოთ, იმიტომ რომ თან აგერ ომიც არის, პანდემიაც და ყველაფერი არის, რაც ძალიან ცუდია კაცობრიობისთვის და ძალიან საინტერესოა მწერლებისთვის და დრამატურგებისთვის, ლიტერატორებისთვის. მე იმედი მაქვს თქვენი ასეთი საინტერესო საუბრის მერე დარწმუნებული ვარ თქვენ ფანებს მოსმენილი აქ ილიადაზე საუბარი, მაგრამ ბევრი აქ რაღაც ისეთი ითქვა, რაც ფიქრობ, ხელში ააღებინებს ამ წიგნს, ნელ-ნელა დაიწყებს, თუნდაც ფილმით, ქართულად დათარგმნით და შეიძლება თქვენსავით ისე შეუყვარდეს, რომ პროფესიადაც კი აირჩიოს აი ესეთი კლასიკური ფილოლოგია, რომელიც თურმე ჩვენ ყოველთვის გვადგება და მომავალშიც გამოგვადგება, თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობაში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს, მთისწყალს, საქართველოს უნივერსიტეტს. მე ამით გემშვიდობებით იმ იმედით, რომ გადახედავთ ამ წიგნს. ჩვენი მისია ამ პოდკასტის არის გავიხსენოთ დიდი ტექსტები, შევხედოთ მათ სხვანაირად და ამაზე ილაპარაკონ ადამიანებმა, რომლებსაც ის უყვართ და ყველაფერში მოძებნიან, ყველა სიტყვაში კარგს და საინტერესოს. მომავალ პოდკასტამდე. დიდი მადლობა ბატონო ლევან. დიდი მადლობა.